ხო, პირველ რიგში 2024 წელს 100.000 ხმით უპირატესობით მოიგო ოპოზიციურმა პროდასვალურმა თბილისმა. მას შემდეგ 35% ჰქონდა ქართულ ოცნებას. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ და მათ შორის დასახიჩრება, დევნის, პოლიტპატიმრების პირობებში ქართული ოცნების რეიტინგი დედაქალაქში 35-დან ჩამოვიდა 23%-ს. აქეთ მხარეს კიდევ გაიზარდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ავიდა 66%-დან 70%-მდე. ახლა მნიშვნელოვანია რომ შევხედოთ რიცხვებს, შევხედოთ მათ შორის გაყალბების შედეგად ცესკოს მიერ ამოსულ პროცენტებს და ვთქვათ რომ ხო, გაყალბების პირობებში მოვიგეთ ამ ხელა უპირატესობით, იმის შემდეგ ქართული ოცნება კიდევ უფრო დაზიანდა თბილისში, კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა. ახლა გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა იმის რომ თუ აქტივობა იქნება სწორ რაოდენობამდე მაინც მისული, ქართული ოცნების დამარცხება დედაქალაქში არის თავისუფლად შესაძლებელი. აქტივობა არის მან ყველაზე მთავარი სიტყვა. მართალი ხართ. ახლა აქტივობას არჩევნო უბნებზე და არა აქციაზე, იმიტომ რომ სხვა ლოკაციაც არსებობს აქტივობისთვის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის. რა თქმა უნდა. ამისთვის მნიშვნელოვანია რომ ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, რომელიც მაგალითად შანსს აძლევს მშვიდობიან რევოლუციას და მაგალითად ერთ-ერთი მთავარი სპიკერის მოწოდებას რომ 4 საათზე შევიკრიბებით და 8 საათზე გადმოვიბარებთ ხელისუფლებას. თუ ამ პროცესს აძლევს შანსს, რომ 4 საათში ხელისუფლებას იბარებ, წარმატებას უსურვებ ამ პროცესს, ჯადოსნური ჯოხი თუ არსებობს ესეთი, მაშინ შანსი უნდა მისცეთ, მაგალითად თქვენ როგორც მოქალაქე, 15 წუთით მიხვიდეთ საარჩევნო უბანზე და იქაც დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია რუსული გადაწყვეტილებების სისტემის, რეჟიმის და მმართველობის წინააღმდეგ. 15 წუთით საარჩევნო უბანზე უნდა მიხვიდეთ. და მათ შორის აჩვენოთ კიდევ რაოდენობა, თბილისის რამდენი მოქალაქე არის წინააღმდეგ ქართული ოცნებისა. და ამ მრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი აპირებს არჩევნებზე მისვლას. მათ შორის ოპოზიციური ამომრჩევლის ნახევარი მაინც აპირებს, ნახევარი მეტი არჩევნებზე მისვლას. მას შემდეგ იმ აქციაზე წასვლას, რომელიც ერთ-ერთი მიზანიც არის ამ არჩევნების ჩაშლა? არ მგონია არჩევნების ჩაშლაზე ვინმე საუბრობს. ზვიატკუპრავა რის გამო დააკავა? საკრებულოს მოქმედი დეპუტატია ნაციონალური მოძრაობიდან. ზვიატკუპრავა ხო არ არის ორგანიზატორი ამ აქციის? მათ შორის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ორგანიზატორი არის, როგორც ჩანს, ანუ იქ იყო საუბარი, რომ ეს არის რუსული სპეცოპერაცია და ეს პირველად არ გესმით კუპრავასგან, უშუალოდ ორგანიზატორებისგან მოგისმენიათ, ისინი არ აღიარებენ ამ არჩევნებს და აი როგორ წარმოგიდგენიათ, რა ტიპის ამომრჩეველი წარმოგიდგენიათ, ჯერ არჩევნებზე მივიდეს, რომელიც აღიარებს ხომ ამ არჩევნებს და აქვს რაღაცა გარკვეული მოლოდინი ამ არჩევნებისგან და მერე გადაინაცვლოს აქციაზე, რომელსაც დაანონსებული აქვს იმ დღესვე ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობა. მე გეტყვით მარტივად და გასაგებად. თბილისელების საკმაოდ დიდი ნაწილი, მათ შორის ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების, ჩემი აზრით, უმრავლესობა აპირებს არჩევნებზე წასვლას. მოითმინოთ 2 დღე და დაველოდოთ შედეგებს. რა შედეგები იქნება? მე წარმოვადგენ მათ შორის იმ თბილისელების ხმებს, ინტერესებს, რომლებსაც უნდათ ცვლილებები, ახლავე უნდათ ცვლილებები, მათ შორის მუნიციპალურ დონეზე. სადაც შესაძლებლობა არსებობს, რომ დაამარცხო ივანიშვილი, დაამარცხო მთელი საქართველოს მასშტაბით და შექმნა წინააღმდეგობის კერები, ეს უნდა გამოიყენოთ. თუ ამას არ იყენებთ, მაგალითად, თუ თქვენ არ მიდიხართ არჩევნებზე, თქვენ ამით ეხმარებით იმას, რომ კალაძის პროპორცია გაიზარდოს, იმიტომ 23%-იან კახა კალაძეს თითოეული არ მისული ოპოზიციური ხმა უზრდის პროპორციას. თუ მე არ მივდივარ არჩევნებზე, მაგრამ სახლში კი არ ვზივარ, არამედ მივდივარ აქციაზე, რომელმაც ძირეულად თლიანად უნდა შეცვალოს ეს ხელისუფლება. არა მუნიციპალურ, რადგან მივდივარ, ესე იგი მჯერა, ხო? ანუ რადგან მივდივარ, ესე იგი მჯერა ამ ხმის რომ არ გამოგივიდეთ ამ გაშვებულ შანსზეც აიღებთ პასუხისმგებლობას? არჩევნების შანსზე? დიახ. არჩევნების შანსის არ გამოყენებაზე. აიღებთ პასუხისმგებლობას? მე ამ შემთხვევაში ერთი მოქალაქის სახელით საუბრობ, ხო? მოქალაქეზე გეკითხებით. მე რადგან არ მივდივარ არჩევნებზე, ესე იგი ეს არის ჩემი გადაწყვეტილება და მაქვს მიზეზი, რატომაც არ მივდივარ. იღებთ პასუხისმგებლობას ამ მიზეზებით? არა, მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ იმაზე, როგორ შეიძლება რა გაყალბების მექანიზმები შეიძლება გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ. იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს წინა არჩევნები და გარანტიაც არ არის იმისა, რომ წინა არჩევნებში მოვიგეთ თბილისი. მოვრჩეთ. აი, წინა არჩევნებში მოვიგეთ თბილისი. ეხლა არის ფაქტი. ფაქტია?
მოიგო ოპოზიციამ ჯამურად. ოპოზიციურმა ამომრჩეველმა. ახლა ოპოზიციოს საკმაოდ კი, მაგრამ ის ოპოზიციური პარტიებსაც შესაძლებელია მე როგორც ამომრჩეველმა ხმა მივეცი 4 ოქტომბერს მიდის აქციას შევა ორგანიზატორებში არ დგას, მაგრამ მხარდაჭერას უცხადებს. ამიტომ გეკითხებით ის 99,000 ადამიანი, რომელიც მეტობაში ყავთ. 98 ბოდიში მეტობაში ყავთ. რა გარანტია გაქვთ რომ წამოვა არჩევნებზე, მივა საარჩევნო უბანთან და არ შეუერთდება იმ 4 ოქტომბრის აქციას? აი, გესაუბრებით ზუსტად მაგ არგუმენტებით და გეუბნებით. უნდა წავიდეს საპროტესტო აქციაზეც მოქალაქეს, რომელსაც ჯერა და შანსს აძლევს, რომ 4 საათზე შეიკრიბება და 8 საათზე გადაიბარებს ხელისუფლებას. ასევე მოქალაქეებმა უნდა მისცეთ შანსი, მაგალითად თქვენს, მაგალითად სხვა ვინც გვისმენს, 15 წუთით მივიდეს საარჩევნო უბანთან და შანსი მისცეს ცვლილებას, მხარი დაუჭიროს ცვლილებას. თუ ამას არ აკეთებ, ესე იგი პასუხისგებლობას იხსნი პასუხისგებლობას და ერთი იხსნი შედეგზე პასუხისგებლობას, მეორე მხრივ პასუხისგებლობას ღებულობ, რომ შენი არ მისვლით 2024 წელს ჩვენი საარჩევნო კამპანიის, საერთო საარჩევნო კამპანიის შედეგი რა იყო? თითოეული ხმა წვეთს ბედს. და ეს კამპანია როგორც მაშინ იყო სწორი, ისევე არის ახლა ემა სწორი. ახლაც იგივეა ზუსტად თითოეული ხმა წვეთს ბედს. ამიტომ თქვენ თუ არჩევანს გააკეთებთ, რომ არ წახვიდეთ საარჩევნო უბანზე, მაშინ ამ შანსის არ გამოყენებაზე ასევე უნდა აიღოთ პასუხისგებლობა როგორც მოქალაქემ. და თუ ეს რაღაცას კონკრეტულ შედეგს ვერ მოიტანს, მინიმუმ შექმნის იმ წინააღმდეგობის კერა, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ყავდეთ წარმომადგენლები, ეს წარმომადგენლები თქვენთვის იბრძოდნენ. ჩვენ ამ კამპანიის პერიოდში ძალიან დიდი წნეხი გავიარეთ, მათ შორის ოპოზიციიდან მართალს ამბობთ, სამწუხაროდ უფრო მეტ დროს ჩვენზე ხარჯავდნენ, ვიდრე მშვიდობიან რევოლუციის თუ სხვა შედეგების მიღწევაზე, მაგრამ ამ აქციის ამ არ ვიცი მსვლელობის თუ მშვიდობიან რევოლუციის შედეგებს გულისხმობ. მე მჯერა პროტესტის და ამ პროტესტში ყოველთვის მონაწილეობთ და მეორე შანსს ვაძლევთ ყოველთვის ყველა ტიპის წინააღმდეგობას, რომელიც მიმართულია ივანიშვილის წინააღმდეგ.